საღამო მშვიდობის, როგორ ხართ? ვინ არ მელოდებოდით აბა? მოვედი. შემოკარგებო. ახლა არის ჩემთან საღამოს 9 წუთებია, 20 წუთია. მოვედი თქვენამდე, როგორც იქნა. ახლა ცოტას ქუჩას გადავუღებ და სახლში რომ მივალ სამსახურიდან შემოგიერთდებით და გაგესაუბრებით. თქვენ რა შვებით, როგორ ხართ? მომენატრა თქვენთან საუბარი. ყველას გისურვებთ პოზიტიურ საღამოს, უფალი გფარავდეთ, სადაც არ უნდა იყოთ. ფეხით ვიარე, ვივარჯიშე, სადაც 40 წუთი. გავიღალე, ენერგია დავხარჯე, ენერგიას ისედაც ვხარჯავ ყოველდღიურად მუშაობაში, მაგრამ მაინც მოკლედ გადავიღებ. გარეთ ცოტას როგორც უკვე გითხარით, ქარია. ჯობია რომ მე არ ვილაპარაკო აქ, არ ვისაუბრო, იმიტომ რომ ხმას ვერ გაიგებ და შევხვდებით, შემოგერთდებით სამსახურიდან. ზედე კოფე და მივირთმევ თქვენთან ერთად, თან წაგეჭორავებით. საღამო მშვიდობის ყველას, აბა ვინ მელოდებოდით, დამწერთ კომენტარებში. მოვედი, როგორც იქნა, თქვენამდე მოვაღწიე, ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? მომენატრა თქვენთან მოსვლა, საუბარი, ამბების მოყოლა. ეხლა გავიკეთე ყავა, ეს უკვე მესამე ჭიქა და თქვენთან ერთად მივირთმევ, თან გაგესაუბრებით. თქვენ როგორ ხართ? დაწერეთ აბა კომენტარებში, ვისთან როგორი ამინდია. ჩვენთან საბერძნეთში ეს 3 დღე არის გრილი ამინდები გვაქვს. ცოტა ამოვისუნთქეთ, რასაც ქვია. ვიდეოში რომ ხოლა ჭიქა ჩანს, მაგრამ არ არის დიდი ჭიქა. როგორც უკვე გითხარით, მოვედი, მოვაღწიე, როგორც იქნა. ეხლა ჩემთან 10 საკლია, 15 წუთი. დილას რა თქმა უნდა საჭმელი გავაკეთე. ოღონდ ისეთი არაფერი, რაც თქვენთვის არ მაქვს გაზიარებული. რა თქმა უნდა ბიბოს ვაჭამე, მივირთვით უბრალოდ შუა დღისთვის, სადღაც 3:30-ისთვის მივირთმევთ ხოლმე, უბრალოდ 2:30-ისთვის ბოდიშით მივირთვით საჭმელი. მერე შესვენება მქონდა 2 საათი, 3-დან 5-მდე დავისვენე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ვიღლები. საღამოსკენ სადღაც 7 საათზე მოვიდა ბებოს გოგო, გარეთ გავედი. სადღაც საათი და 25 წუთი ვიყავი გარეთ. გარეთაც გადავიღე რაღაც ქუჩის მონაკვეთები, თქვენ გიყვართ ქუჩის ვიდეოები, დიდი არ გადამიღია. იმასაც
ბებოს გოგო წავიდა მერე სამსახურში იყო წასასვლელი, მერე მოვიდა სტუმარი, უფრო ადრე ვაპირებდი ვლოგის გადაღებას, მაგრამ რომ მოვედი, სტუმარი დამხვდა ბებოსთან, უბრალოდ მეზობელი და ვერ ჩავწერე ვიდეო თქვენთვის. მაგრამ არა უშავს, თავარია რომ დაგპირდით და პოსტით დავდე, რომ დღეს ვიდეოს გადავიღებდი. აბატონო, სიტყვას ვასრულებ. ეხლა ცოტა ხანში ხო, ბებოს ვაჭამე, ახლა მიუტანე. დაუგვიანდა ჭამა, სადღაც 9 საათისკენ მიირთმევს ხოლმე ბოლოს საჭმელს, მაგრამ ძალიან ისე სუბუქად. და ახლა არის შიგნით ტელევიზორს უყურებს, მე გამოვიდი გარეთ, ჰაერზე თან ვლოგს ვწერ თქვენთვის. მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით და 11-ის ნახევარზე დაწვება ბებო. მეც წყალს გადავივლებ და მეც დავწვევ და დავიცინებ. ხვალ ჩემო კარგებო, არ ვიცი, ზუსტად ტყუილი ვარ გამომივიდეს და არ მინდა მოვიტყუო. ზუსტად არ ვიცი, ხვალ შევძრებ თუ არა ვლოგის გადაღებას, შევეცდები თუ არა და ზეგ, ანუ კვირას უეჭველი და კვირას მგონი რომ ლაივშიც გავალ. მგონი ხვალიც გადავიღებ, არ ვიცი მოკლედ. თქვენ რა შვებით? კიდევ რა მინდოდა მეთქვა, რომ არ დამოვიწყდეს. აუცილებლად მინდა გითხრათ ის, რომ მიუხედავად 4 თუ 5 დღეა ვიდეო არ გადამიღია, უბრალოდ ვლოგი არ გადამიღია თქვენთვის. ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ სამსახურში პრობლემები მქონდა და ამაზე მოგვიანებით გაგესაუბრებით, თუმცა არ მინდა რომ დეტალებში შევიდე, იმიტომ რომ არ არის საჭირო, მოკლედ ვიტყვი. მოკლედ სამსახურში შემექმნა პრობლემა რა, ანუ არ დავასახელებ ვინ და როგორ და რატო არ მინდა. უბრალოდ იმას გეტყვით, რომ მქონდა პრობლემები, ისეთი რაღაც მივიღე, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებდი, ასე რომ თქვა, უსამართლოდ მომექცნენ აქ ადამიანები 2. მართალია მეორე მესამე დღეს როცა მოვიდნენ, ბოდიში მოიხადეს, მაგრამ მთლად ბოდიშიც, სიმართლე რომ გითხრათ, ბოდიში და ესეთი რაღაც არ უთქვიათ, მაგრამ მიხვდნენ რომ შეეშალათ ჩემთან. დეტალებში ვერ გეტყვით, სახელსაც ვერ ვიტყვი, არ მინდა. არ არის საჭირო. და მოკლედ სამსახურიდან მინდა წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ მამათა არ უნდათ და რაღაც ჩემ წასვლა მე მინდა და ვეცებ სამსახურს და აუცილებლად გადავალ, როგორც კი ვიპოვი. ანუ მოკლედ ამ თემას მეტი აღარ მინდა რომ შევეხო. უბრალოდ პრობლემები მქონდა ჩემო კარგებო ეს 4-5 დღე და იმიტომ ვერ მოვდიოდი თქვენთან, იმიტომ რომ სულ დაძაბული ვიყავი. გამიგებთ ვიცი, თქვენ ჭკვიანი ხალხი ხართ და შიგნებული მართლა. თავარია ეხლა აქ ვარ და მოვედი თქვენთან. და ხშირად მოვალ თქვენთან კვირდებით. როგორც უკვე გითხარით, ხვალეც შაბათსაც შევეცდები რომ გადავიღო პატარა ვლოგი და შემოგთავაზო და თუ არა და კვირას აუცილებლად კვირას ვისვენებ რა თქმა უნდა და გარედან შემოგიერთდებით იქნებ, ლაივშიც გავიდებ, ნახოთ. მოკლედ კიდევ რა მინდოდა მეთქვა, კიდევ ერთი ვლოგერი ყავს ახალი ნინი მოგესალმებით ძვირფასო. მგონი რომ უყურებ ჩემს ვლოგებს, არ ვიცი ზუსტად თუ უყურებ და თუ ყავარ გამოწერილი, მოგიკითხავ აქედან და მადლობა გამოწერისთვის. ძალიან კარგი გოგო ხარ,
კომენტარებიც დაგიწერე. კეთილი იყოს შენი მობრძანება YouTube არხზე და წარმატებებს გისურვებ და შენი ოცნებების ასრულებას. ნინი არის იტალიაში, ემიგრანტი, ჩემსავით. ჩემებს მოგიკითხავთ, ვისაც გამოწერილი ყავართ, ვინც ხშირად მიკომენტარებთ, ვინ ჩემები ხართ და მიწერთ თბილ სიტყვებს, ძალიან მომენატრად. და მადლობა ის თქმა არ დამოვიწყდება, მადლობა რომ გამოწერები არ გამიუქმეთ და დარჩით დარჩებით ჩემთან. უღრმესი მადლობა ჩემო კარგებო, გაფასებთ თითოეული თქვენთაგანს და მიყვარხართ. ხოლო ვისაც არ ყავთ ჩემი არხი, ვისაც არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი, ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ, უცებ ავიდეთ 1000 გამომწერზე. და მე რაღაც პატარ-პატარა საჩუქრები, სიურპრიზები მექნება ჩემ არხთან დაკავშირებით. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. უცებ ამიყვანეთ 1000 გამომწერზე, ძალიან გთხოვთ და ვიდეოს უყუროთ ბოლომდე. მინდა რომ დაგიფშვიდობოთ. იმიტომ რომ ჩემთანაც სრულდება. ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის, რომ უფრო ადრე ვერ მოვედი და იმისთვის, რომ ყოველდღიურად ვერანაირად ვერ ვახერხებ ჯერჯერობით ვლოგების გადაღებას და მადლობა მინდა მოგიხადოთ იმისთვის, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ჩემთან ერთად რჩებით და გამოწერას არ მივქმნებთ. უღრმესი მადლობა, ძალიან კარგები ხართ. ყველანაირად შევეცდები ყველაფერს გულწრფელი ვარ თქვენთან, მგონი რომ ამჩნევთ ამ ყველაფერს, არ ვიტყუები თქვენთან არაფერს, როგორიც ვარ, ესეთი ვარ, მგონი რომ ხედავთ და ბოლომდე ესეთად დავრჩებით, პირდებით, ვიქნები ყოველთვის უბრალო ადამიანი. თქვენ ხართ უკვე ჩემები, მართლა. უკვე იმდენი გაგიცანით, პირადშიც იმდენი მწერთ, Facebook-საც ბევრმა დამამატეთ. ძალიან ბევრი კარგი მეგობარი შეგიცინეთ და უფას ამისთვის მადლობა. ყველას მოგიკითხავთ, არ მინდა რომ სახელები ჩამოვთვალო, უბრალოდ ვინმე გამომრჩეთ და გეწყინოთ, ნამდვილად არ მინდა. მიხვდებით ისედაც. ყველას მადლობა, თუნდაც Facebook-ზე გამოწერებისთვის, თითეული მესიჯისთვის, მესენჯერში რომ წერთ და მკითხულობთ, მისურვებთ ყველაფერს კარგს, უღრმესი მადლობა და თქვენც ყველაფერს კარგს და საუკეთესოს გისურვებთ. ეხლა დაგემშვიდობებით, თქვენი სნებართვით და შემოგიერთებით ხვალიც გადავიღებ. კი. აუცილებლად გადავიღებ, არ ვიცი როგორ არანაირად, მაგრამ გადავიღებ დილიდან, გადავიღებ ფრაგმენტებს და მერე გავაერთიანებ და ჩაგისვებთ აუცილებლად. ეხლა ყველას მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. ვინსადაც ხართ, უფალი იყოს თქვენი მფარველი, ჩვენი მფარველი, უფლის დიდება და წყალობა არ მოგუკლებოდეს. მოკლედ ძვირფასება დროებით გემშვიდობებით, ხვალამდე და გამოიწერეთ ჩემი არხი, ძალიან გთხოვთ, ვისაც არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი, გამოიწერეთ. ბევრი საინტერესო რამ გველოდება ერთად. და ბევრი გეგმები მაქვს, როგორც გითხარით და დროდადრო ყველაფერს გეტყვით და გაგიზიარებთ. აბა, კარგად იყავით. ღმერთი გფარავდეთ და მშვიდობიანი ღამე. დროებით.